მაგალითად 16 ქვეყანაშიო ისაო ტუნისიდან და იმიდან გააუქმაო სავიზოო და ნახევარ საათიანი ტყუილი ეს რა არის რაშია თვითონ არ იგონებენ ამ ყველაფერს საქმეც მაგაშია ანუ თვითონ რა თქმა უნდა ხელს უწყობენ მაგრამ ეს ხო გაწერილია ყველაფერი მაგალითად ხელისუფლებას როგორ უნდა ავნონ ანუ ეს ყველაფერი ხო გადატრიალება რომ უნდა მოახდინონ ხო ძალიან ეს ყველაფერი არის გაწერილი თუნდაც ეხლა მაგალითად ქვეყანა რო იზოლაციაში უნდა იყოს მოქცეული ამაში ეხმარებიან ის თავისი დამფინანსებლები მაგრამ შორიაზე აღარ არის ხო ისინი ეხმარებიან მაგრამ რა არის ის საქმე რაშია ზუსტად მაგი არის რომ შენ როდესაც გაძლევენ საშუალებას ხელს გიწყობენ რომ ქვეყანაში ან არჩევნებით მოიგო ან გადატრიალება მოახდინო შენ უბრალოდ ფანტაზიაც არ ყოფნის გამოიყენო ეს ამხელა ასე თქვათ ხარდაჭერა ხარდაჭერაც და ფული ყველაფერი ანუ ფანტაზიის უნარი ანუ მტკიცებულებები ხა იმ დასავლეთს გასაგებია ჩვენ ყველანი ვხედავთ რაც უნდა გასაგებია მაგრამ რომ გაიძახი ამდენი ხანია რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ამდენი ხნის განმავლობაში ერთი მტკიცებულება არ მიაქვს მე ხა ისინიც უყურებენ და ამდენი ხნის განმავლობაში ვთქვათ ამდენ ფულს გაძლევენ და გაიჟღერა ბოლო დროს რომ იქ დაიწყეს უკვე რომ მოთხოვნა აბა ეს ფული საწავიდა და როგორ დაიხარა ყველა დაიწყო ამდენ ფულს რო გაძლევენ და 100 კაცით რო დადიხარ ქუჩა და რაღაცებს ყვირი ხარ ნიკუშას მინდა წავაშველო მარტო იმას კი არ იძახიან ისო რა ქვია არ იქნება სამართალი და მშვიდობა იქ რომ მოусმენ საინტერესო რამებს იძახიან მაგალითად თავისუფლება და მხარდაჭერა ქვიარებს აუცილებლად ყვირიან ხალხი ამას უკვე როგორ არის ის რაღაცა აღარ აინტერესებს მაგრამ ეხა იმათ ტვინებში ჩაიხედეთ ანუ რასაც ყვირიან ეს რას ნიშნავს იცი რომ დაფინანსებულები რო არიან სხვადასხვა მიმართულებით და რეკლამასავის რო უნდა გამოაცხადო რა ეხა იქ აცხადებენ რო არ იწვიან ქვიარებსო რო არ იწვიან მაგარი ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კარგად დაუკარითო მოდის დაუშვათ LGBT ფონდი აძლევს ამათ გადატრიალებაზე იქ რა თქმა უნდა LGBT უნდა ჩაართო მოდის ვიღაცა ანუ კომერციალიზებული ანუ ხო და ეხა ეგ არის რა უყურეთ ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ხა საზოგადოებამ ხო ეს ყველაფერს ხო ხედავს აი ძალიან მარტივი მაგალითი ხა წეგან ამბობდით რომ ის რა ქვია ჯიმ რიში რომელიც აშისკვრით შეხვდა დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა იმას ჩადებული ის იყო შე რო თქვი შალვა იმ უმაღლეს სასწავლებელებში რომ გამოზრდილები და გამოსაზრდელები იქნებიან მომავალში თქვა ქვეყნის ბედის გადამწყვეტები ის ხალხი სხვების ზეგავლენის ქვეშ არ უნდა იყოს და ეს არის ლოგიკური და სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს რა თუნდა ამას ლაპარაკი და ჯიმ რიში ამბობს რომ მეო დიდი ხანია ვმუშაობ ამ საკითხზე დააკვირდის იმ დროს მუშაობდა იმ საკითხზე როცა ჩვენთან იმის კანონს აკრიტიკებდა რა ქვია გამჭვირვალობის კანონს და არა რუსული კანონია ხო და როგორც კიდე ისე დავარქვა ანუ კრიტიკა არ არის არის დაბრალი თავის ქვეყანაში მუშაობდა გამჭვირვალეობის კანონზე და ამ დროს რაღაცა საღამოს რომ მორჩებოდა მუშაობას მე გამოდგებოდა და საქართველოსზე ლაპარაკობდა ეს არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი ხო ანუ ზუსტად მაგის თქმა მინდა რომ საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ იმისთვის და მაგნაირი ხალხისთვის მეორე ხარისხოვანიც არა ვართ რა მეორე ხარისხოვანი მეასე ხარისხოვანიც არა ვართ ანუ ის ხალხი მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რატო დაუპირისპირდნენ ქართულ ოცნებას ქართული ოცნება იყო რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარტნიორები იყვნენ და მუშაობდნენ ჩვეულებრივად როგორც კი საკითხი დადგა ჩინეთის და რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით და მათი სურვილი იყო რომ ხიჭვი ყოფილიყო რა თქმა უნდა ჩვენ რუსეთთან უნდა რაღაცა ახალი მასალა გამხდარიყავი და ჩინეთისთვის პრობლემები შეგვიქმნა და როდესაც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებამ აირჩია ქვეყნის ინტერესები და არა სხვისი ინტერესები ამ დროს უკვე გავხდით მიუღებლები და გადავედით უკვე რუსულ პლატფორმაზე და ყველაზე საინტერესო იმასაც რომ ვერ ფიქრობენ წეღა რომ ჩვენ თქვით რომ აი მაგალითად უნარი რო არ აქვს იმისი თუ გახსოვთ ეკაგი გაური რო ყავდათ ჩაყვანილი კონგრესში მოსმენაზე რო ბრძანდებოდა და რაღაცა რუსულ ორბიტაზე გადავიდაო ჩვენი ხელისუფლებაო და მათ შორის რიში იყო მე მგონი თუ ის მეორე რო ყავს შახინი რაში გამოიხატებაო რუსულ ორბიტაზე გადასვლაო და პასუხი იყო ესეთი რომ დასავლეთის ლანძღვაშიო ანუ თუ დასავლეთს ლანძღავ ესე იგი ვარ რუსულ ორბიტაზე ეს არის ამათი მაქსიმალური შესაძლებლობები. მეტი უნარი მეტი არა აქვთ რა.